დარჩება თუ არა სამი ქართული კულტურული ძეგლიდან ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში ეს კვლავ განხილვის თემაა. მისად ანაშაულებენ კულტურის სამინისტროში და როგორ აფასებენ ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები ბაგრატის ტაძრის არასრულფასოვნად რეაბილიტაციას. ბაგრატის ტაძართან ერთად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხის წინაშე შესაძლოა გელათის მონასტერიც დადგეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ამ თემასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა საფრანგეთში მოლაპარაკებებს მართავს. მინისტრის მოადგილის განცხადებით ქართულ კულტურულ ძეგლებს საფრთხე არასწორად ჩატარებულმა სარესტავრაციო სამუშაომ შეუქმნა. გელათი ვერ შევა როგორც ცალკე ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, ამიტომ უნდა მოიძებნოს ფორმა ასევე გელათის წარსადგენად და რამდენად შესაძლებელი იქნება გელათის არეალში ბაგრატის მოქცევა როგორც ამ ძეგლის ნაწილისა თუ ამ კომპლექსის ერთ-ერთი ელემენტისა, ესე ცათუო. შეიძლება და ეს ისე გაკეთებულიყო იუნესკოსთან შეთანხმებით, კონსულტაციებით და ასე შემდეგ, რომ იუნესკოსთვის ყოფილიყო მისაღები, დარჩენილიყო მაინც მისაღები, როგორც რენოვაციის თუ რეაბილიტაციის ნიმუში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს პროცესი განვითარდა ძალიან ნაჩქარევად, არაგეგმაზომიერად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. 2012 წლის ზაფხულში კულტურის ყოფილმა მინისტრმა საზოგადოებას ბაგრატის ტაძრის დასრულებული ვერსია პროექტის სახით წარუდგინა. ნიკოლოზ რურუა მაშინ ამბობდა, რომ სარესტავრაციო სამუშაო ძეგლის კულტურულ ღირებულებებს არ დააზარალებდა და მას იუნესკოს სიიდან ამოღების საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაშინ იგივეს ამბობდა იუნესკოს მსოფლიო პროექტების ერთ-ერთი ავტორი ანდრია ბრუნოც. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის რელიგიური ძეგლი. ამ სიტყვების გასამართლებლად მინდა ვთქვა, რომ ეს ჩარევა მართლაც აუცილებელი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში დარჩება. ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხს დიდი ხმაური მოყვა 3 წლით ადრე, როცა ხელოვნებათმცოდნეებისა და რესტავრატორების გარკვეულმა ნაწილმა სპეციალური პეტიციაც გამოაქვეყნა. ხელმომწერების პოზიცია არც დღეს შეცვლილა, ისინი ქართულ მხარეს იუნესკოსთან შეუთანხმებობაში ადანაშაულებენ. სამუშაოები ქვეყანამ ბოლო ეტაპზე აწარმოა ისე, რომ არ ქონდა დასტური მიღებული იუნესკოსგან. ეს დევს ანგარიში. მისია რო ჩამოვიდა, ნახა რომ სამუშაოები უკვე ჩატარებული იყო. კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ბაგრატისა და გელათის იუნესკოს სიაში დასარჩენად ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რენომინაცია უნდა მოახდინოს და იუნესკოს 1 თებერვლამდე ახალი პროექტი წარუდგინოს. სააგენტოში კი აცხადებენ, რომ წარსადგენი პროექტი უკვე მზად არის და ბაგრატის ტაძარს იუნესკოს სიიდან ამოღება არ ემუქრება. ამჟამინდელი მდგომარეობით ფიქრობთ, რომ მას ეს საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება, იმიტომ რომ მიმდინარეობს მუშაობა იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად. საზღვრების მოდიფიკაციის პროექტზე, ისევე როგორც ეს იყო მოთხოვნილი იუნესკოს მხრიდან. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და იკომოსის ერთობლივი მოთხოვნა იყო ეს. ქართული დელეგაცია საფრანგეთში იუნესკოსა და იკომოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს. დარჩება თუ არა 2 ქართული კულტურული ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ეს რენომინაციის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.